17 თებერვალი არის თარიღი, როდესაც ლელომ პოლიციის საბჭოზე მიიღო გადაწყვეტილება იმ მითქმა-მოთქმის დასასრულებლად, თუ რას აპირებს ლელო, როგორი ფორმით აპირებს მზადებას მომავალი არჩევნებისათვის, ეს იქნება ახალი არჩევნები, ანუ რიგარეშე თუ რიგითი, მორიგი. და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლელო დამოუკიდებლად აგრძელებს მზაობას თვით განვითარებისა და გაძლიერებისათვის. ლელო დამოუკიდებლად ხედავს საარჩევნო სუბიექტს მე-9 ნომრით მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და ბუნებრივია ჩვენთვის მისაღები იქნება გარკვეულწილად პარტნიორებით გაძლიერება, როგორც ინდივიდებით, ასევე ორგანიზაციებით, თუ ასეთი მსურველები იქნებიან, რისი გამოხატულებაც იყო 2024 წელს კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ 17 რიცხვში. ახლა რაც შეეხება რატომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი? გავაკეთეთ იმიტომ, რომ არის საკმაოდ ცუდი გამოცდილება 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა, ლელა, რომ ჩვენ დაახლოებით 2 თვის დაგვიანებით კაფიოდ განვაცხადეთ, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩაგდება, ანუ გატარება არ იქნებოდა სწორი და არ იქნება სწორი, რომ რაიმე ველი დაუთმო ბრძოლისაგან გაუნთავისუფლო ქართულ ოცნებას, უნდა ებრძოლო ყველა ველზე. და ეს ორი თვე დაჭირდა სწორედ იმას, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გქონდათ საუბარი, რომ იქნებ შევთანხმდეთ, იქნებ დიდ ქალაქებში გავაკეთოთ ეს, მივიღოთ ეს ბრძოლა, სადაც ყველა რეიტინგით და ყველა გამოკითხვით და ყველა კვლევით ოპოზიცია იმარჯვებდა, იქნებ თბილისი იყოს ეს წერტილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩვენ ამაში დავკარგეთ ძვირფასი დრო და ზუსტად ჩვენს მიერ გაცხადებულმა შემდეგ უკვე 5 ივლისს დრომ დაგვარტყა ბოიკოტის თემასთან მიმართებაში, რისი შედეგიც ვიხილეთ და ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით 90% მუნიციპალიტეტებში ლელოს ყავს წარმომადგენლობა, ჩვენ შეგვიძლია გაცილებით უფრო უკეთესი შედეგი მივიღო, მაგრამ აი ამ ლოდინმა და პროცესის გაწელვამ სერიოზულად დაგვაზიანა. ეს რომ არ მომხდარიყო მაშინ ლელო და როგორც ჩანს ეს გაბრაზდა მაშინ ლელო და როგორც ჩანს ეს გაბრაზება ამ დრომდე არ ჩუნდება. შესაბამისად, აი გაბრაზება ხომ არ არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამდენი თვის შემდეგაც გადაწყვეტილების მიღებისას ამოდიხართ ლელა უკაცრავად რაიმე ან მე ასაკობრივად ან ლელოს წევრებს ასაკობრივად ეთყობა ისეთი რომ ეხა წყენა ჰქონდა 1 წლის წინ და შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყული წყენაო მაგით არა როგორ გეკადრებათ უბრალოდ რაღაც გადაწყვეტილებას რომ მიღებთ ჯობია რომ ეს გადაწყვეტილება თქვა დროზე დროულად თქვა შენი არგუმენტებით გააგებინო ყველას მტერსაც და მოყარესას და გააგრძელო შენი გზით სვლა სწორედ ამის გამოხატულება იყო 17 თებერვალს მიღებული ის გადაწყვეტილება რაც მე წეგან გითხარით ეხლა რატომ იყო ეს ყველაფერი ვიცოდით რა რომ გარკვეული ერთობა მზადდებოდა ის რაც 2 მარტს გახმოვანდა ნუ ბუნებრივია რომ დაისმებოდა კითხვები ლელოს მიმართ ამიტომ ჩვენ განვაცხადეთ ის რაც ისედაც ჩამოყალიბებული ჰქონდა ახლა საიდან ამოვდივართ ლელა დღევანდელი ხელისუფლება საკმაოდ ჩავდღეში მყოფი ხელისუფლება რომ გამოიყურებიან რომ თითქოს ძალიან კარგად და ძალიან მაგრად არიან დამერწმუნეთ რომ ეს ასე არ არის დღევანდელი ხელისუფლება რომ დაამარცხო მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართო იქეთ რომ ოპოზიციურ ველზე უდანაკარგოდ მოახდინო ამორჩევლის კონსოლიდაცია ოპოზიციური ველის ამორჩევლის კონსოლიდაცია დამეთანხმებით ალბათ რომ ოპოზიციური ველი საკმაოდ კონტრასტული არ არის ერთგვაროვანი როგორც ასეთი და რომ წარმოვიდგინოთ ეხლა უცებ რაღაც აი 3 ერთმანეთსაგან კონტრასტული მსხვილი გაერთიანება თუ აქ არ მოხდა შეთავაზება არჩევანისა ოპოზიციური ამორჩევლის მიმართ შეიძლება რომელიმე ერთ-ერთთაგანმა დანარჩენი სხვა დააზიანოს ამიტომ ჩვენი ლოგიკა არის ასეთი რომ თემატურ საკითხებს რაც შეეხება ეს იქნება პროტესტის გაძლიერება, საგარეო პოლიტიკური ველი, პატიმრების დახსნა, კანონმდებლობის ცვლილება, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის და ასე შემდეგ, ჩვენ ამ ნაწილში ვართ თანამოაზრეები, ვართ ჩართულები, ჯერ კიდევ
პრეზიდენტის ქარტიის დროს და ბუნებრივია რომ ვრჩებით იმ საერთო პროცესის აქტიური მონაწილეები. რაც შეეხება საარჩევნებს და საარჩევნო სუბიექტად ქცევის მომენტს, აქ როგორც მინიმუმ უნდა იცოდე და უნდა გადაავლო თვალი კოდექსში არ შეუძლია იყოს ბლოკი, არ შეიძლება იყოს ბლოკი, ანუ ბლოკს ვერ ქმნიან პარტიები, უნდა ჩამოყალიბდე ერთ პარტიად და ეს ერთი პარტია თუ არ არის ბუნებრივი და ორგანულად ჩამოყალიბებული, მაშინ ეს საზოგადოებაში იწვევს ძალიან დიდ გაუგებრობას, ძალიან დიდ მიუღებლობას პირდაპირ გეტყვით და პირდაპირ გეტყვით, რომ ის დოკუმენტი, რომელიც მე გუშინ გავეცანი, რომელიც მიიღეს აი 9 პარტიამ, სხვა შორის ყვითელ ფონზე 9-იანი თავისთავად ცუდად არ ჩანს. მიიღო ეს გადაწყვეტილება, ყველაზე საინტერესო რაც ვნახე მე ამ დოკუმენტში არის თორსები მე-4 მუხტში წერია, რომ არ არის გამორიცხული ერთ სუბიექტად გასვლა არჩევნებზე და ეს არის სწორი. აბა არჩევნებზე თუ ერთ სუბიექტად არ გადიხარ, სხვანაირად ამის საშუალებას არ გაძლევს კანონმდებლობა და თუ ახლა ესენი დაშლას აპირებენ არჩევნებისგან, მაშინ პირდაპირ ვიტყვი, რომ არასწორი ნაბიჯი გადავუდგამთ როგორც წესი. გადაწყვეტილებაზე საუბარს ჩვენ ისევ განვაგრძობთ, იქამდე საბოლოო ჯამში გვითხარით რა ტიპის ოპოზიციური ერთობა მივიღეთ და რადგან უშუალოდ ამაზე ვაკეთებ. ხო, აი მოდით მაშინ ამ კონტექსტში მიერ 2 დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში ჩაგეკითხებით, სადაც თქვით, რომ ხო, ეს არის ბუნებრივი გაერთიანება, რითაც ორგანული ბუნებრივი გაერთიანება. მივიღეთ ნაციონალური მოძრაობის აღდგენა. აი მე მინდა გითხრათ, რომ იგივეს ფიქრობენ ქართულ ოცნებაში, ანუ აი ამ ოპოზიციური ერთობის შესახებ, აღმოჩნდა რომ ლელოს და ქართული ოცნების პოზიციები ხო, ლელა მესმის ახლა თქვენი აქცენტი საერთოდ მიდის. ეს კითხვა უბრალოდ რაშია საქმე და შესაბამისად ამ კითხვას მინდა უპასუხოთ და ახსნათ, რატომ გამოვიდა ისე, რომ ლელოს და ქართული ოცნების პოზიციები ამ კონკრეტულ საკითხზე მოგახსენებთ, კი ბატონო. კი, მე თქვი ოღონდ ძალიან გთხოვთ რომ ქრონოლოგიას ნუ დამირღვევთ ამ სტატქვამში. მე ვთქვი რომ ეს არის კარგი, ბუნებრივი და ორგანული გაერთიანება, რომელიც გარკვეულწილად წარსულს თუ გადავხედავთ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას გვახსენებს. კი ბატონო, ეს მე ვთქვი და აი ხო ხედავთ იმდენად განსხვავებულია შეხედულებები, რომ შეფასებაც კი როცა მინდოდა რომ რაღაც ნორმალური და კარგი მეთქვა, რომ ორგანულია, კარგია, ჯანსაღია, ჯანმრთელია და ასე შემდეგ, უცებ იქნა გაღებული მათ შორის თქვენს მიერ და არგუმენტი არის ის, რომ ქართულ ოცნებაშიც იგივეს ამბობენ. მე ეს თქვი წმინდა პოზიტიური კუთხიდან, წმინდა ხა თუ უნდათ გაიგოთ გაიგონ უარყოფითად, ვისაც უნდა გაიგოს უარყოფითად, არც მაგის პრობლემა არ მაქვს. მაგრამ მე ეს თქვი დადებითი კუთხით, როგორც ასეთი, რომ ბუნებრივი ერთობა კარგია ამომრჩევლისთვის. ეკლექტური ერთობა აბნევს ამომრჩეველს. ამ კუთხით ვთქვი მე ეს, რომ ეს არის ბუნებრივი ერთობა, ეს არის ორგანული გაერთიანება და ეს არის კარგი. მაგრამ აბსოლუტურად პირადად მე რა შთაბეჭდილება დამჭა თითქოს ამის თქმა გინდოდათ, რომ ნაციონალური მოძრაობა ლელოსთვის არის წითელი ხაზი. ანუ ამ გაერთიანებით ვიღებთ ნაციონალური მოძრაობის აღდგენას, ნაციონალური მოძრაობა კი თქვენთვის არის კეთროვანი პარტია და წითელი ხაზი ისე როგორც წითელი ხაზია ეს პარტია სხვა არაერთი ოპოზიციური ძალისთვის. მინდა საკუთარ თავს უთხრა, რომ ეხლა თქვენ ხუმრობთ, იმიტომ რომ ესეთი წარმოდგენა არ მაქვს თქვენზე, რომ ესე გეფიქრათ და რატომ. თუ ელემენტარულად მაინც გახსოვთ. ლელა, ძვირფასო, თუ ელემენტარულად მაინც გახსოვთ. 2021 წელი როდესაც თბილისის მერის არჩევნებში ნიკა მელია გავიდა მეორე ტურში და მამუკა ხაზარაძე მას შეთავაზა თანადგომა იმ ფორმით, რომ ვიცემერად წამოვალ თუ დავამარცხებთ თბილისში ქართულ ოცნებასო, ამის მნახველი ადამიანი, როცა მაგას მკითხავთ, რაც ახლა თქვენ მეუბნებით, რომ წითელი ხაზი, მიუღებელი, ტოქსიკური და ასე შემდეგ, უბრალოდ არაობიექტურია, ან გულმავიწყი. ან ერთი ან მეორე. რაც შესაბამისად მაინც ალბათ ღირს შეკითხვის დასმა დაზუსტებისთვის და იმისთვის რომ საზოგადოებისთვის იყოს უფრო ცხადი, ლელოსთვის ნაციონალური მოძრაობის ფაქტორი არ ყოფილა გადამწყვეტი, როცა შესაბამის გადაწყვეტილებას იღებდა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ლელო თulis რომ ხელოვნურობა
ხელოვნურობა, ეკლექტურობა, მოგონილი ერთობები, შეკოწიწებული ერთობები, შეთითხნილი ერთობები არ არის გრძელვადიანი პროექტები, რაც აზიანებს შემდეგ პროცესს. აქედან გამომდინარე, სადაც არ არის ორგანული ერთობა, სადაც არ არის ბუნებრივი ერთობა, ეს არის საფრთხის შემქმნელი და ყველაზე უფრო დიდი საფრთხე ამ თვალსაზრისით იცით რა არის, რომ როცა ამას მე ამომრჩეველი ხედავს და მით უმეტეს როცა ასეთი ერთობები ბოლოს ვერ მიდის ერთიან საარჩევნო სუბიექტამდე, პირდაპირ იწყება გულაცრუება, პირდაპირ იწყება ფრუსტრაცია ამომრჩეველში და პირდაპირ იწყება გულგატეხილობა, რაც უკვე კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას კი არ აზარალებს მარტო, არამედ აზარალებს მთლიანად ოპოზიციურ, ასე ვთქვათ, ველს და ზოგადად პოლიტიკურ პროცესს. აქედან გამომდინარე, თუ ეხლა ვიღაცას უნდა რომ ჩემი გამონათქვამი და მე არ გაურბივარ მიაბას ვიღაცის გამონათქვამს, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. მე ეს ყველაფერი რაც თქვი პოზიტიურთან, რომ ეს არის ორგანული და ეს არის კარგი და ეს არის ბუნებრივი, გაგებული იქნა უარყოფითად. ხედავთ რამხელა აღქმაშიც კი რამხელა კონტრასტია, როგორც ასეთი. ამიტომ მე ერთი რამ ვიცი, ლელა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში და პლუს ხედავ რა დაახლოებით რა სიტუაცია შეიძლება იყოს რამოდენიმე თვის მერე საქართველოს პოლიტიკური პროცესების განვითარების შედეგად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ერთი რამ ვიცი და ვარ დარწმუნებული, რომ ლელო ძლიერი საქართველოს გარეშე, საქართველოში ალტერნატივა ვერ შეიქმნება. გამორიცხულია, რომ ალტერნატივა შეიქმნას ლელოს გარეშე. ეს რომ იცოდე, აიას დონეზე უნდა იცოდე პოლიტიკა და 50-მდე უნდა იცოდე დათვლა. 100-მდეც არ არის საჭირო დათვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა რომ ჩვენი წვლილი, მხარი წვლილი შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, ამ კრიტიკული მასის, ასე ვთქვათ, შექმნაში, ამ ალტერნატივის შექმნაში და ბუნებრივია გვინდა რომ ჩვენი ის ერთობა, რომელიც შემდეგ საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბდება, იყოს ორგანული და სხვა ოპოზიციურ, პროდასავლურ ოპოზიციურ სუბიექტებთან ერთად გქონდეს ძალიან მჭიდრო თემატური, ასე ვთქვათ, კავშირები, როგორც წინა პერიოდში, ასე წინა საარჩევნო პერიოდში და ასევე პოსტსაარჩევნო პერიოდში. თუ ამას ვინმე დაინახავს და გაიგებს სწორად, ძალიან კარგი. და თუ ახლა ვინმე სურს, რომ აკრა თითის ქნევით და ფეხების ბაკუნით დაიწყოს, რომ ჩვენ ვარ და თქვენ აღარავინ აღარ გწნობთო, არ გამოგივათ ძვირფასებო ეს ყველაფერი, მე არავის არ ვემუქრები, ეს არის კეთილგანწყობილი პარტნიორული დამოკიდებულება. თუ ამას გაიგებთ და ვფიქრობ, რომ გაიგებენ, იმიტომ რომ საკმაოდ აზრიანი და გამოცდილი ხალხია იმ ცხრიანში, რომელიც გუშინში შეიქმნა. საბოლოო ჯამში ლელო იმ პროცესებს მიღმა, რასაც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ოპოზიციური ალიანსი დაარქვა, თქვენ მიგიპატიჟეს, მაგრამ თქვენივე გადაწყვეტილებით მოკლედ არჩიეთ ცალკე ყოფნა. ეხლა თქვენი პარტიის ერთ-ერთი არგუმენტია, რომ არჩევნების მთავარი ხიბლი არის სწორედ არჩევანის თავისუფლებაში, თუმცა აი მე მაინც მინდა გკითხოთ, ეს ფორმულა რამდენად გამოდგება მაშინ, როდესაც საქართველოში პროცესები განვითარდა ისე, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ყველაფერი შეიძლება ითქვას თავდაყირად დგას, არის ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ვიცი, პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას შორის პოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი, რასაც თავის მხრივ ემატება ის ნაბიჯები, რასაც ქართული ოცნების მხრიდან, აი სწორედ ამ ბოლო 1 წლის და წელიწად ნახევრის განმავლობაში ხედავთ. მათ შორის ბატონ მამუკ, აი ლელო არჩევნებზე აკეთებს სწორებას და მინდა შეგახსენოთ, აი ვიცი, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებიც, რა ცვლილებებიც, როგორც ამბობენ, თუ ვინმეს ასე ვთქვათ, უმარტივებს არჩევნებში გამარჯვებას, ეს არის სწორედ ქართული ოცნება. შესაბამისად, ფორმულა, რომ არჩევნების ხიბლი არის სწორედ არჩევანის თავისუფლებაში, რამდენად გამოდგება იმ ვითარებაში, რასაც ქვეყანა დღეს იმყოფება. ჩვენი აზრით გამოდგება და რატომ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს ოპოზიციას მკაფიო უპირატესობის მოპოვება ხელისუფლებაზე, რომ აპრიორი თქვას, რომ სიტყვაზე მე 20-30% უფრო მეტ წავიღებ კრებსითად, ვიდრე ხელისუფლება და ხელისუფლება ვერაცდება 20%-ო, ამის თქმა არ არის რელევანტური და არ არის სწორი. იმისათვის, რომ ქართული ოცნების ალტერნატივა შექმნა, საჭირო არის, რომ ველზე ოპოზიციური ამომრჩევლის სრული კონსოლიდაცია მოახდინო და უდანაკარგოთ იმუშაო ამ ამომრჩეველზე. დამეთანხმებით და არ შეიძლება რომ არ დამეთანხმოთ, რომ
ოპოზიციურ ველზე არის ერთგვაროვანი ამორჩეველი. გამორიცხულია ამის. ერთგვაროვანი ამორჩეველი არ არის. და როდესაც ერთ ტაფაში, თუ ერთ ქვაბში, თუ ერთ საარჩევნო სუბიექტში შედის მთელი ოპოზიცია, იქ შეიძლება ამორჩეველმა ვიღაც კონკრეტულის გამო საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება ამ გაერთიანებას. იმდენად მიუღებელი იყოს მისთვის ის კონკრეტული პოლიტიკური პარტია თუ პიროვნება. აქედან გამომდინარე, მთელი ხიბლი არის თავისუფალ არჩევანში. ჩვენ ოპოზიციონერ ამორჩეველს ოპოზიციურ ველზეც უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება. ოღონდ არა ისეთი, რომ 10 და 15 იყოს, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის საფრთხე გაჩნდეს. არა, არ მოგწონს ეს, აგერ არის მეორე, არც მეორე არ მოგწონს, აგერ არის მესამე და თუ ის ამორჩეველი ბოლო-ბოლო ვერ ყარიბდება სამთა შორის და ამბობს, რომ თქვენ თუ სამივე ერთად იქნებოდით, მაშინ მოგწონდით ხმასო, პირდაპირ გეუბნებით, რომ ის იტყუება. ის ქოცია შეფარული და ეძებს არგუმენტს, როგორ გაძრეს ამ სიტუაციიდან. როგორ ჩვენ ერთს მიცემდი ხმას, გინდა თუ არა და ის სამი თუ ერთმანეთთან კონტაქტში და თანამშრომლობაშია, სამიდან ერთი ვერ არჩია, იტყუები ელემენტარულად. ამიტომ რომ არ დავკარგოთ ოპოზიციური ამორჩეველი, რომ იყოს მათ შორის არჩევანის გაკეთების საშუალება და ამ ოპოზიციურ სუბიექტებს შორის რომ არსებობდეს როგორც წინა საარჩევნო, ასევე პოსტსაარჩევნო ერთობის მოცემულობა, ამას სჭირდება თემატური თანამშრომლობები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვართ მზად და ყოველთვის ვიყავით მზად, გაიხსენეთ პრეზიდენტის ქარტია, გაიხსენეთ 21 წლის არჩევნები, გაიხსენეთ ალტერნატიული პარლამენტის იდეა, გაიხსენეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და საერთოდ წევდით უკან სიასაც, ნომერსაც, ყველაფერს ოღონდ ერთად გავსულიყავთ, ეს ჩვენ გავიკეთებია, ამჯერადაც ვართ ამ ტიპის ერთობისთვის მზად, ოღონდ არის ერთი რამ, რომ არის თავმოყარეობის საკითხი ყველაფერთან ერთად და პირადად მე, ისე როგორც ჩემი კოლეგები, არ არიან ჩვეული ვიღაცებისგან, ვინც არ უნდა იყოს ის, რაც არ უნდა კეთილმოსურნეთ გამოიყურებოდეს, თითის ქნევას და ფეხების ბაკუნს, რომ აი თქვენი ადგილი აღარ იქნება და თუ არ მოასწარი და ასე შემდეგ. ყველას, ვინც ფეხებს აბაკუნებს, ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ. კეთილი, დრო რომ სწორად გავანაწილოთ კიდევ ერთი კითხვა ოპოზიციურ ალიანსზე და შემდეგ კიდევ ერთ საკითხზე მინდა გკითხოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისთვის ემზადება ოპოზიციის ეს ნაწილი, აქვთ ამბიცია, რომ ვაშინგტონს თავი გააცნონ, თავი წარუდგინონ როგორც ალტერნატივა, ალტერნატიული ძალა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გასვლის შემდეგ შეძლებს შესაბამისი ადგილის დაკავებას. აი როგორ ფიქრობთ, რა იქნება ამერიკაში ოპოზიციური ალიანსის ვიზიტის შედეგები და რამდენად შეიძლება ვაშინგტონმა მიიღოს ოპოზიციური ალიანსი როგორც პოლიტიკური ალტერნატივა? თუ კი ვაშინგტონში ეს ვიზიტი შედგა და მათ მიერ ეს დანახული იქნა როგორც ანგარიშგასაწევი ძალა, ლელოს მხოლოდ გაეხარდება ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენ ანალოგიურად გვაქვს ჩვენი აქტივობები საგარეო პოლიტიკურ ველზე დაგეგმილი, ჩვენი ასე ვთქვათ კონკრეტული მცდელობები გვექნება ამ კუთხით და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ კონკრეტულ თემატურ ერთობებს არათუ გაურბივართ, მოწადინებული ბატონო, თქვენ ცალკე მოამზადებთ ვიზიტებს ვაშინგტონსა და როდესაც ვამბობ ლელა, რომ ლელო დამოუკიდებლად აგრძელებს როგორც პოლიტიკური და საარჩევნო სუბიექტი ცხოვრებას, ბუნებრივია ამაში საგარეო პოლიტიკური ველით შედის და საშინაო პოლიტიკური ველით შედის. ეხლა ეკითხვა მე მგონი ისედაც გასაგები იყო, კარგია თუ ამას გააკეთებენ, ლელოს მხოლოდ გაუხარდება პოტენციური პარტნიორების გაძლიერება მათ შორის საგარეო პოლიტიკურ ველზე, უბრალოდ კარგი იქნება თუ ობიექტურობას არ მოუწყდებით და რაღაც წარმოსახვით რეალობებს არ შევქმნით. საკონძო სიტყვა თქვენს პოზიციაში არის სწორედ სიტყვა თუკი. აი სხვა შორის გია ხუხაშვილი იყო გუშინ ჩვენი სტუმარი, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციური ერთობის ამერიკაში ჩასვლასაც და იქიდან რაღაცა კონკრეტული შედეგების წამოღებას. გია ხუხაშვილი იყო გუშინ ჩვენი სტუმარი თქო და სწორედ მისი პოზიცია მინდა ახლა გაგაცნოთ თქვენც და მაყურებლებსაც. ამერიკა პარტიებს აფასებს იმის მიხედვით, თუ რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში, რამდენად მოთხოვნადია ესა თუ ის პარტია ვაშინგტონში რომ ჩავლენ, მერე რა ვაშინგტონში ვისაც შეხვდებიან, იმას მაგიდაზე ედება ამ პარტიების რეალური ელექტორალური ფასი, რაც არც ისე მაღალია. ბატონებო ამით შედეგებს ვერ მიიღებთო, ასე მიმართა გია ხუხაშვილმა ოპოზიციის ამ ნაწილს. თუ ასე არა, მაშინ რითი მიიღებენ შედეგს?
ეგ არის გარკვეული ექსპერტული მოსაზრება, რაც ახლა თქვენ წაიკითხეთ და არ შეიძლება ახლა ამის არც აბსოლუტიზაცია, რომ ეს არის ყველაფერი, მაგრამ არც იგნორირება, ბუნებრივია. ვერ გავექცევით და არც უნდა გავექცეთ და ძალიან კარგია, რომ ამ 9 პოლიტიკურ პარტიაში არის უახლოესი არჩევნებიდან გამომდინარე თუ ვიჯერებთ რეიტინგული სუბიექტები, არის ნაკლებად რეიტინგულები და არის სულ ახლები, როგორც ასეთი, ხო? ბუნებრივია ეს არის კონტრასტი, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში და ამერიკაში მით უმეტეს არ უჭირთ ამ კონტრასტების აწონა, დაწონა და დათვლა იმისა, რამდენად არის ალტერნატივა. ალტერნატივას როცა ვამბობთ, ახლა 20-25 და თუნდაც 30% ალტერნატივად ვერ ჩაითვლება, მას სჭირდება დამატებითი შემავსებლები და სწორედ ამიტომ ლელო ცდილობს, რომ თავის ველზე, თავის ამორჩევლის ველზე, რომელიც არის ორგანული და ბუნებრივი მისთვის, იმუშაოს ამ მიმართულებით, რათა საერთო საქმეს საკუთარი შეუცვლელი წვლილი შეძინოს, იმიტომ რომ იმ ველზე უკეთესად ვერ იმუშავებს ვერავინ. თუ ასე იქნება ეს ყველაფერი დანახული, ძალიან კარგი. თუ არ იქნება ეს ყველაფერი ასე დანახული, ცუდია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი დავანახოთ და არც ერთ შემთხვევაში არ შევიდეთ კონფრონტაციაში, იმიტომ რომ საკონფრონტაციო ყავს ხელისუფლება, რომელმაც ახლა უკვე განსაკუთრებით მოვლენების შემდეგ თლად მოიჭრა თავი ელემენტარულად და ის რომ დღეს ახლა ის აგონიაშია და გამოვარდება და ხან ერთს ამბობს და ხან მეორეს ამბობს, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ მისი მდგომარეობა არის რთული. ბიძინა ივანიშვილის ეთერში, ტელევიზორში გამოჩენა არის საზომი იმისა, რა მდგომარეობაშია ქართული ოცნება. როგორც კი პოლიტსაბჭო ჩატარდა ქართული ოცნების ოფისიდან კადრებით და ესეთი ძალდატანებით ღიმილებით, ეს უკვე იყო ნათელი ჩემთვის და 1 და 2 წელი არ ვარ პოლიტიკაში, რა ატმოსფერო არის ქართულ ოცნებაში. ატმოსფეროა, რა დაგანახეთ კადრებმა, რომელიც პანიკური, რთული, იმიტომ რომ თვითონ მათსავე ორგანიზმში არის ურთულესი მდგომარეობა. პრეზიდენტებიდან დაწყებული, მათი პრეზიდენტები, პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრი, უსერიოზულესი სამსახურის უფროსები, აღარაფერს ვამბობ, მერები, გამგებლები და ასე შემდეგ. ციხის გავლით მიდიან სახლში. ციხის გავლით. რა ხდება ელექტორალურ ველზე, თვითონაც კარგად ხედავენ. საგარეო პოლიტიკურ ველზე საერთოდ აღარაფერი აღარ უნდა ვთქვა. ამიტომ, რაც არ უნდა ძალდატანებითი ღიმილები გვესროლონ ეკრანებიდან ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრებმა, ცხადია, რომ მათი მდგომარეობა არ არის მარტივი, გამომდინარე განსაკუთრებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან. ეს იქნება უკრაინა, ეს იქნება ირანი, ისრაელთან ერთად, ეს იქნება კიდევ სხვა, რაც იქნება აუცილებლად და მათ შორის ჩვენ დამოკიდებულება და მათ შორის პოზიტიური პროექტები, როგორც არის სამხრეთ კავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი და დასარტყმელ ინსტრუმენტებზე გუშინ მოულოდნელად გაჩენილი ფაშინიანი. ესე არ ხდება ეს სიტუაცია, ხო? აქედან გამომდინარე, არ არის ეს იოლი მდგომარეობა ქართული ოცნებისთვის, მაგრამ რომ არ გავუიოლოთ ეს მომენტი ოპოზიციური განხეთქილებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, უდანაკარგოთ უნდა ვიმუშაოთ ოპოზიციურ ამორჩევლებთან. არის კონტრასტული ამორჩეველი, არის ამორჩეველი, რომელიც ვიღაცას ვერ იტანს, ეზიზღება, უბრალოდ მიუღებელი კი არ არის. შეიძლება მათ შორის ლელოსაც ვერ იტანს. ვერ იტანს ელემენტარულად და მივცეთ მათ ეს არჩევანი, რომ 2 შორის, 3 შორის, 4 შორის გააკეთოს არჩევანი, რომ შედეგი იყოს მაქსიმალურად ზედანიშნულზე აწეული ოპოზიციური ამორჩევლისა და არ შევწიროთ ამას რაღაც ხელის გადაწევა, გადმოწევები და რაღაც ფეხების ბაკუნი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე ასე ვფიქრობ.